როგორ გხედავენ გარშემოყოფები მოგესალმებით ჩემო ძვირფასო YouTube არხელებო. მადლობა თქვენი აქტიურობისათვის, მადლობა თქვენი კომენტარებისათვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა გვერდის და არხის მხარდაჭერისათვის. სიმბიოზი მნიშვნელოვანია და ვხედავ რომ არ გავიწყდებათ და ძალიან სასიამოვნოა თითოეული თქვენგანის კომენტარი. მე ვცდილობ ყველას თუ პასუხს ვერ ვცემ. ყოველ შემთხვევაში ჩემი გულებით გაგრძნობინოთ რომ მე ამას ვკითხულობ და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ასე რომ ახლა შევუდგეთ საქმეს. თემა ასეთია: როგორ გხედავენ გარშემომყოფი ადამიანები? საინტერესო არა? მაშასა და მე ორ ვარიანტად. როგორ გხედავენ გარშემომყოფი ადამიანები? ორი ან სამი ვარიანტი, ვნახოთ ხელს რამდენი ამოყვება. პირველი ვარიანტი, როგორ გხედავენ. მეორე ვარიანტი, როგორ გხედავენ გარშემომყოფი ადამიანები. მოდი იყოს მესამეც. ბარე. როგორ გხედავენ გარშემომყოფი ადამიანები. რომ იყოს მრავალფეროვნება ვარიანტებში. ძალიან კარგი. პირველი ვარიანტი გვექნება ლაბრადორიტის ნიჟარა. მეორე ვარიანტი გვექნება ამონიტის ნიჟარა და მესამე ვარიანტი გვექნება წითელი იასპის ნიჟარა. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, სამივე ნიჟარას, დახუჭეთ თვალები, ესე გეუბნებით, ესე გასწავლეთ ხოლმე, დახუჭეთ თვალები და კითხეთ სამყაროს, როგორ მხედავენ ადამიანები. ზოგადად მეგობრებო, სამყაროში რა მოიაზრება? ხო, ყველას თავისი მულტი სამყარო აქვს, ხომ ასეა? თავისი მფარველებით, ზედამხედველებით, ენერგიებით, სისტემებით, ღირებულებებით, მოკლედ, ბევრი რამე შედის ჩვენს მინი გალაქტიკაში, რომელსაც ჩვენ თვითონვე ვქმნით ჩვენს ირგვლივ. ხო და იმ სამყაროს კითხეთ ზუსტად. როგორ მხედავენ ადამიანები? როგორ აღმიქვამენ გარშემომყოფები? ძალიან კარგი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, როგორ გხედავენ ადამიანები? ქურუმი ქალი. ქურუმი ქალი ხართ თქვენ. ადამიანები ხედავენ რომ თქვენ პირველ რიგში არ გაქვთ მარტივი ცხოვრება. მეორე ის რომ შესაძლებელია ატარებდეთ საიდუმლო ცოდნას. ეხმარებოდეთ ადამიანებს, ხო? თუ კოლეგები მოხვედით, ხედავენ როგორც ქურუმ ქალს. ადამიანი რომელიც საინტერესოა საზოგადოებისთვის. ადამიანი რომელიც ფლობს იმაზე მეტ ინფორმაციას, იმაზე მეტ საინტერესოობას სამყაროში, ვიდრე ვთქვათ სტანდარტული ადამიანები, სტანდარტულ ადამიანებში გულისხმობ სოციალური ჭერი რო არის და იმის იქით რო უკვე აღარ არის არაფერი საინტერესო და ნამდვილად ადამიანებს აინტერესებთ, იმიტომ რომ არის თქვენში რაღაცა ესეთი უნიკალური, საინტერესო იმიჯიც შესაძლებელია იყოს ეს თქვენი ღრმა მზერა, თქვენი საინტერესო საუბარი შესაძლებელია, თქვენი საინტერესო აზრები, რომლებიც ნამდვილად ახდენ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. შეიძლება საერთოდ არ იყოთ, ვთქვათ, ეზოთერიის წარმომადგენელი, მაგრამ იყოთ დიასახლისი, მაგრამ რას უკაცრავად ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არ განსაზღვრავს თქვენს სიღრმეებს და თქვენს საინტერესოებას. ხო? შორის აქ შეიძლება იყოთ ფსიქოლოგები, კოუჩები, ნებისმიერი ყველა ის ადამიანი, ვინც
ენერგეტიკულ პლანზე მუშაობს. ენერგეტიკულსაც და მენტალურსაც. ძალიან კარგი. კიდევ როგორ ხედავენ ადამიანები? პირველი ვარიანტი. როგორ აქ იქვამთ საზოგადოება? სამარკანში მაჩვენე. შორს შესაძლებელია ადამიანები ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ხედავდნენ იმას, რომ ახლა ცხოვრებაში არც თუ ისე მარტივ პერიოდს გადიხართ და ცდილობთ, რომ თქვათ სულიერ ასპექტებში მოძებნოთ კითხვებზე პასუხები, ხო? სულიერებაში ხა ძალიან ზოგადი ვარ, ხო? ხო, სწორად გამიგეთ. მაგრამ მთლიანობაში როგორ ხედავენ ადამიანები? თქვენს ირგვლივ იცვლება ძალიან ბევრი რამ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. იცით, გარდა იმისა, რომ ადამიანები გრძნობენ თქვენს ძალას, გრძნობენ თქვენს ენერგიას, ასევე ადამიანები ხვდებიან, რომ თქვენი ცხოვრება არ არის ნამდვილად მარტივი. რომ მუდმივად გარკვეულ წინააღმდეგობებში ხართ, მუდმივად გარკვეულ ბრძოლებში ხართ. შესაძლებელია ეს გარეთ არ გამოგქონდეთ, მაგრამ ეს შიგნიდან ძალიან იგრძნობა. ძალიან ლამაზი არის ქერნონოსი მოვიდა კვერთხების მეფედ. რა მაგარი არა. სოციალურ ადამიანები შესაძლებელია ხედავდეთ ენერგეტიკულად ეს გამტარ ადამიანად, ხო, ადამიანი, რომელიც ატარებს ენერგიას, ინფორმაციას, ეს საკმაოდ რთულია თქვენთვის, რა თქმა უნდა, რთულია, სადღაც ეს ძალიან დამღლელია თქვენთვის, ხო, სადღაც ეს ძალიან ბევრ სიძნელებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ თქვენ ცვლით თქვენს ცხოვრებას და ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ადამიანების ცხოვრებებიც. შეგიძლიათ. არის თქვენში გამოცდილება. რამდენად დადებითად არიან ადამიანები განწყობილნი თქვენთან მიმართებაში? მე ვიტყოდი, რომ კი, დადებითად. სადღაც ცოტა ჩაკეტილი, რა თქმა უნდა, თავისებური. ადამიანი, რომელიც თავის საზღვრებს მარტივად არ გადმოალახინებს არავის. ადამიანი, რომელიც არ ჩქარობს, შესაძლებელია. ადამიანი, რომელსაც ესეთი თავისი სივრცე და თავისი სამყარო აქვს, სადაც ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, როგორც ეს თქვენ გენებებად. სათხაც შეიძლება რაღაც მხრივ ფიქრობდნენ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომ ესეთი კომფორტის ზონის მოყვარული ადამიანი ხართ და ადამიანი ხართ, ვის არ უყვარს კომფორტის ზონა, ხო, ესეთი ადამიანი, რომელიც ამას ასე ფიქრობს, უბრალოდ თქვენი რესურსის შურს, ან პასიურად, ან აქტიურად, ხო, მაგრამ აქ აჩვენებს ასევე იმას, რომ ხო, ვიღაცა შეიძლება თქვენს ფინანსებზე, თქვენს ქონებაზე, არ ვიცი, თქვენს გარედან შესაძლებელია მიუხედავად გარკვეული სირთულებისა, თქვენს სტაბილურ ფინანსურ ენერგიაზე კონდეთ თვალი და ფიქრობდნენ, რომ საკმაოდ ბევრი გაქვთ. ხო? საკმაოდ ბევრი გაქვთ და განიხილავდნენ იმას, რამდენად იმსახურებთ თუ არა ამ ყველაფერს.
ხო? უარყოფითად არ არიან განწყობილნი ნამდვილად არ არის აქ უარყოფითი განწყობა. მე ესე ვიტყოდი ალბათ 50-50-ზეც არა, 70% ალბათ უფრო ესეთი ნორმალური დადებითი, სადღაც ნეიტრალურიც არის ამ 70%-ში და დანარჩენი უარყოფითი, იმიტომ რომ ვიღაცას ძალიან ხვდება, რა ხვდება თქვენი მხრიდან? თქვენი მზე. თქვენი ხო გეუბნებით, თქვენი იმიჯი, თქვენი ინდივიდუალიზმი, თქვენი სიკაშკაშე, თქვენი სიძლიერე, თქვენი personality, თქვენი საუბრის მანერა, სხვათა შორის ექსპანსია, გამოხატვა გარკვეული გარკვეულ სიტუაციებში, რასაც გამოხატავთ და როგორც გამოხატავთ და როგორც აჩვენებთ, საზოგადოება ძალიან დასამახსოვრებელია. ასე რომ აი ესე ხედავენ ადამიანები. Well, ძალიან კარგი. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. მოგწანდით კომენტარებში რამდენად რეზონირდით, მაინტერესებს და მაინტერესებს მიხართ პროფესიით. ნახვამდის პირველი ვარიანტი წარმატებებს გისურვებთ და მეორე ვარიანტი. თქვენ როგორ გხედავთ საზოგადოება ახლა? ნახოთ, თქვენ როგორ გხედავთ საზოგადოება ახლა? იეროფანტი რა ხდება? პირველი ვარიანტი ქურუმიკალი, მეორე ვარიანტი იეროფანტი, ბრძენი ადამიანი ხართ საზოგადოების თვალს ასე გიყურებენ. სადღაც ვიღაცებისთვის საკმაოდ ტოქსიკური იეროფანტი იქნებით. რა გააჭირვა საქმე ხო ამ თავისი სიმართლით და ამ თავისი შეხედულებებით, რომელიც ყველაზე მართალი და სწორი გონია ხო ხან ვიღაცას შესაძლებელი აღიზიანებდეს და ტოქსიკურ იეროფანტად აღგიქვამდეთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანები თუ რასაც ფიქრობენ თქვენზე, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ამას უნდა მიხვდეთ. ყველა ადამიანი გხედავთ საკუთარი შესაძლებლობების და სამყაროს აღქმის პრიზმიდან, რაც ყველას პრიზმა სუფთა და აპრიალა ნამდვილად არ არის. კარგით? ადამიანები გხედავენ ძლიერ ადამიანად, ეს შემიძლია გითხრათ ნამდვილად ძლიერი ადამიანი, შესაძლოა ადამიანი, რომელიც რაღაცას განკარგავთ, ხო? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. გქონდეთ თქვენი საქმე, გქონდეთ თქვენი მიმართულება, იყოთ კონტენტ კრეატორი, შესაძლებელია. ხო? ან უბრალოდ იყოთ ადამიანი, რომ მასწავლებელი, რა თქმა უნდა. რაღაც სულიერი ლიდერი შესაძლებელია, ხო? სულიერი ასპექტები ბევრნაირი არსებობს, ყველას თავისი მიმართულება და მიდგომა აქვს. ასე რომ, უფროსი არკანი ამოვიდა ადამიანებისთვის ნამდვილად ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აზრები აინტერესებთ თქვენი საკმაოდ ადამიანებს შორის. აი ეს რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, ხო? აი თქვენი სტატუსები, პოსტები შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს ადამიანებისთვის, ხო? ოკეი. ვნახოთ. სამ ვარიანტად, სამ არკანში კიდევ როგორ გხედავენ გარშემო მყოფი ადამიანები, როგორ გხედავენ. შთიანების თასები, მათიანების თასები, მოთხიანების კვერთხები. მრავალ მხრივს და მრავალფეროვანს, ანუ ადამიანს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თავისი არა, ნახეთ, ერთი წუთი შვიდიანების თასებს დავასუსტებ. შვიდიანების თასები რაში გულისხმება? ადამიანები ხედავენ, რომ რაღაცა ძალიან დიდი ტკივილი და შესაძლოა ტრანსფორმაცია გაიარეთ ნამდვილად. გრძელი გზა გაქვთ, იცით, საკმაოდ გავლილი ადამიანების თვალში.
პოტენციალსაც მრავალ მხრივს ხედავენ. თქვენ შეიძლება გქონდეთ სხვათა შორის რამოდენიმე პროფესია სიტყვაზე, ან გამოგდიოდეთ რამოდენიმე სფეროში მოღვაწეობა. და გამოგდიოდეთ ძალიან კარგად. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნიჭიერ ადამიანს უყურებთ. ადამიანები ხედავენ, რომ თქვენ შექმენით თქვენი თავი. თქვენ შექმენით თქვენი თავი. და უფრო მეტიც თქვენ მოყვებიან ადამიანები. გისმენენ ადამიანებისთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, ხო? პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს თუ ნეგატიური თქვენთან მიმართებაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ აქ ადამიანებს რაღაცა ნეგატიური, ხა ვიღაცა ჭიჭიკოს თუ გააღიზიანებთ, ხა დიდი ამბავი არ აუშავს. ხელა იეროფანტი მოხვედით აქ, ხო? ძირითადად ადამიანებს მოსწონთ თქვენი მოსმენა. ადამიანები რაღაც ძალიან საინტერესოს და მნიშვნელოვანს იღებენ, მხარდაჭერას იღებენ, შესაძლებელია თქვენგან დამწერეთ მეორე ვარიანტი, ვინ ხართ პროფესიით. ვინ ხართ პროფესიით? შესაძლოა იურისტი რატო წამოვიდა არ ვიცი, ასეთ რბილ ენერგიებში, მაგრამ ვიღაცა იქნება მეორე ვარიანტში. ვიღაცა იურისტი მიყურებს მეორე ვარიანტში. რთულად შესაღწევია თქვენს, პირველ ვარიანტის მეგობარი ხართ ალბათ. რთულად შემოსაღწევია თქვენს სივრცეში, თქვენს რეალობაში ნამდვილად. არ ვიტყვი, რომ ეს მარტივად შეგიძლიათ, თქვა, შეიძლება გარედან ძალიან ესეთი ხართ, ხო? მეგობრულიც, მაგრამ გაფილტრული ყავთ თქვენს ირგვლივ საზოგადოება ძალიან. მაგრამ მთლიანობაში დამოკიდებულება საკმაოდ დიდია და კარგია. დიდზე კარგია. უმეტესწილად ნამდვილად. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ პატარა ინფორმაციას გეტყვით, შესაძლებელია ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფიქრობდეს, რომ უფრო მეც მიაღწევდით, რო არა თქვენს გვერდით კონკრეტული ადამიანი. ერთადად მამაკაცი. ვიღაცა ასე ფიქრობს. დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი, ველოდები თქვენს უკვე პასუხს. მესამე ვარიანტი. თქვენს თუ უფროსი არკანი ამომიხვედით, თქვენ ყოფილ ხართ, ვინც ყოფილ ხართ, გეთაყვათ. მესამე ვარიანტი. წითელი იასპი. თქვენ როგორ გხედავთ საზოგადოება? კვერთხების დედოფალი. უფროსი არკანი არ არის, მაგრამ პირდაპირ ფიგურული არკანი. გვესტუმრა ორი ბაჯიათი, ქალღმერთი ბრიგიდია ჩვენთან, ხო? ქალღმერთი ბრიგიდი, ბრიგიდის ჯვარი ჩანს აქ. ცეცხლი, როგორც ქალღმერთი ბრიგიდის გედი, მისი სიმბოლიზმია, თუ არ ჩავთვლით, კურდღლები ეს ყველსტარა სიმბოლიზმია. თქვენ გიყურებენ ადამიანები, გარშემომყოფები, როგორც ძალიან მაგნიტურ ადამიანს, რომელსაც თავისი მაგნიტიზმი აქვს, მაგნიტური. მაგნიტები. უზარმაზარი მაგნიტიზმი. უზარმაზარი, უბრალოდ როგორი ხართ, იცით? ბევრი ადამიანი თქვენთან შემოდის, არც გიცნობთ, არც იცის ვინ ხართ. რაღაც წარმოდგენა აქვს, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია, ესეთი აქვს. დღის აფირმაცია აქვს, ან რუტინა აქვს ესეთი, ხო, რომ რიტუალი, რომ უნდა შემოვიდეს და გნახოთ, უნდა დაგათვალიეროთ. გადმოცემა გაქვთ უნიკალური ინფორმაციის, გადმოცემა გაქვთ, საინტერესო სურათები გქონდეთ, შეიძლება სოციალურ ქსელებში, არ ვიცი რატომ, მაგრამ ესეთი ინფორმაცია წამოვიდა. რომ ხელოვნება იგრძნობა თქვენში, ვნება, ხელოვნება, ეს იგრძნობა თქვენში. თქვენარი ადამიანები მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან, ოღონდ გარკვეულმა ადამიანებმა ვიმეორებ, არც კი იცის რა იზიდავთ თქვენში. სტილი გაქვთ ძალიან განსხვავებული, განსაკუთრებული.
მიმბაძველებიც გყავთ. თუ ეს რამეს გეუბნებათ. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ უნიკალური ხართ და ვერავინ ვერ მოგბაცავთ. თქვენი ეს რაც არის. კიდევ როგორ გხედავთ საზოგადოება? სამარკანში მაჩვენა. ბევრი ცეცხლია თქვენში. მე-13 არკანის სიკვდილი. ცით რომ ადამიანების ცხოვრებაში ან ცეცხლი შემოგაქვთ. ცეცხლი, რომელიც კურნავს, ცეცხლი, რომელიც გზას უნათებს ადამიანს, ცეცხლი, რომელიც იხმარება ადამიანებს ტრანსფორმაციაში, იხმარება ადამიანებს გამოღვიძებაში, საკუთარი თავის პოვნაში, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ადამიანის ცხოვრებაში მოიტანოთ ცეცხლი და ნავთი ერთად. რას ნიშნავს ეს? ადამიანი დაშალოთ მარტივ მომრავლებად. თქვენი გაბრაზება არ შეიძლება, მესამე ვარიანტი. თქვენი განაწყენება არ შეიძლება. ой, როგორი მოკლე აქვს ჭკუა იმას, ვინც თქვენ გაგაბრაზებთ. იცით, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ძალიან აშინებს სხვათა შორის. მესამე ვარიანტი. რა საინტერესო ვიღაცები მოხვედით ჩემთან. სხვათა შორის ზოგურ თბილ ადამიანადაც აღიქვამენ ზემოთ კიდე, ხო ვახსენეთ ცეცხლი და ნავთი. ისევე ცივად შეგიძლიათ ადამიანის ადამიანის მოჭრილ თავებზე გაიაროთ ჩვეულებრივად შეგიძლიათ. არავის არ აპატიებთ. ეს იციან ადამიანებმა. ცოტა დავაკონკრეტებ. ბევრი ადამიანი ვერ გცნობთ საერთოდ, ძალიან შეცვლილი ხართ. შეიძლება მკვეთრად შეცვალეთ ურთიერთობები ადამიანებთან, მკვეთრად ჩამოშალეთ გარკვეული ადამიანები, წაშალეთ საერთოდ თქვენი ცხოვრებიდან. საინტერესო ინფორმაცია მოდის, რაღაც მინდა გადავამოწმო მესამე ვარიანტი თქვენზე. არა, ერთი ფაქტია, რომ ეს ცხოვრებაში შედიხართ, ძალიან ისეთ გემოსტავებთ. ვიღაცისთვის ძალიან მწარეს, ვიღაცისთვის ძალიან კბილს. საბედისწერო ქალები მიყურავთ მესამე ვარიანტი. ადამიანები დადებითად არიან თქვენს მიმართ თუ ნეგატიურად განწყობილი. შტიანების თასები. მრავალი დამოკიდე. ანუ ვერ გაუგიათ ადამიანებს დადებითად თუ ნეგატიურად. მე-15 არკანი. სამიანების ხმლები. მათიანების ხმლები. როგორ ეშინიათ ადამიანებს თქვენი იცით? ნახეთ, ადამიანები ხვდებიან იმას, რომ თქვენი სინათლის მიღმა არის რაღაც დამანგრეველი ძალა. მე-15 არკანი. ნახეთ, ადამიანებს სადღაც
ეშინიათ თქვენს ბნელ ძალასთან შეხვედრა. რატო აშინებთ ასე ადამიანებს? ვერ გაუგიათ, იცით, აი თითქოს ერთის მხრივ გენდობიან, მეორეს მხრივ უკან იხევენ, მესამეს მხრივ საინტერესო ხართ, მეოთხეს მხრივ განანიღბებს იცვლით მესამე ვარიანტი. ეს ძალიან ბუნებრივია თქვენში. ძალიან ცვალებადი ხართ, ძალიან. შეგიძლიათ შეითრიოთ ადამიანები. შიგნით შეიწოვოთ, შავი ხვრელივით ხართ, იცით? ვინც ვთქვათ თქვენ თვალსაწიერიდან და თქვენი გადმოსახედიდან ცუდად მოგექცათ, შავ ხვრელში შეგიძლიათ გაანადგუროთ, მარტივ მომრავლებად დაშალოთ ადამიანი. თავად ოდინი გვესტუმრა. ცით იმდენი შეგრძნება მოდის თქვენ შემთხვევაში. როერც კი წარმოიდგენთ. მაგრამ ადამიანები ხვდებიან ერთს, რომ თქვენ ხართ მაძიებელი. არც ერთ ადამიანს არ შესაძლებელია, ეს თქვენი რაღაცა წარსული გამოცდილებებიდან არც ერთ ადამიანში ბოლომდე არ გაითქვიფებით. იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს, საკუთარ მეს, საკუთარ ძალებს, საკუთარ შესაძლებლობებს ეცნობით, საკუთარ მაგიას ეცნობით, საკუთარ სამყაროს ეცნობით. შესაძლებელია სტანდარტულ ადამიანად გიცნობდნენ და უცებ დაინახეს ადამიანმა, ვთქვათ, ეზოთერიით დაინტერესდით, ხო? რაღაც რიტუალებს აკეთებთ. მორჩა, შა. მაგრამ მე როგორც ასეთი ხა ვიბრაციებით მე ვკითხულობ ძალიან საინტერესო ადამიანს. მე რომ სიამოვნებით ვიმეგობრებდი ისეც. სოთიშორის რაღაცა ჩემ ვიბრაციებთან ახლოს ხართ ძალიან. ძალიან ახლობელი ხართ ჩემთვის. ჰეკატე. სამენების პენტაკლები. სიბრძნე ხართ ჩემო კარგო ადამიანო, სიბრძნე. სიბრძნე. ძალიან რჩეულ ადამიანს შეიძლება რომ გაეხსნათ და გაეშალოთ. მაგრამ გონიერია ის ადამიანი, ვინც თქვენ მოგისმენთ, გამოგყვებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ისწავლის რეალურად. იმიტომ რომ შეგიძლიათ ადამიანებს არკესებურად დაანახოთ ძალიან ბევრნაირი ვარიანტი, როგორც თქვენი თავის, ასევე მათი. ჰეკატე ვინ არის? ჰეკატე ჩრდილები, ჰეკატეს მუშაობა თავიდან ბოლომდე ჩრდილებზე არის ხომ? მაგიური პრაქტიკა. გიზიარებთ იმ ცოდნას, რომელიც, რა თქმა უნდა, დაცულია, ძალიან საკრალურია და ძალიან ერთეულებისთვისაა. ჰეკატე ყველას არ უხსნის თავის ცოდნას. აქ როგორც მინიმუმ ძალიან გახსნილი ადამიანები, გაცნობიერებული ადამიანები, უბრალოდ მინიმუმ კოლეგები მიყურებთ და მაქსიმუმ ძალიან გახსნილი, გაცნობიერებული და ესეთი ადამიანები რა, რომლებიც საკუთარი თავის ძიების გზაზე ხართ. შესაძლოა ჩემი ჯგუფის წევრებიც მოიპარნენ და უსმენენ ახლა საკუთარ თავზე ინფორმაციას. დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარული თქვენი ნინო.